იმიტომ რომ ძალიან მტკივნეულია ადამიანების შემცირება და ბოლომდე ცდილობ რომ იქნებ შეინარჩუნო თუ სხვა გამოსავალი არ არის, ანუ ბიუჯეტის შედგენამ უკვე უჩვენა, როცა დაგეგმეს, როგორ იქნება ზრდა და როგორ იქნება შემოსავალი და გასავალი, როცა დაიგეგმა აღმოჩნდა რომ მსგავსი ტიპის შემცირებები არის აუცილებელი და ეხლა მე მაგალითად იქ სამხედრო პოლიციიდან რო შეამცირეს ადამიანები, მე ვხედავ რომ ისინი არიან ახალგაზრდები, ჯანღონით სავსეები და მე არ ვთვლი რომ მათ არ შეეძლებათ რაიმე საქმე დაიწყონ. ძალიან ბევრს თქვათ იქ მიწა აქვს, მამული აქვს, მე რამდენიმესთან მქონდა ასე ვთქვათ დაზუსტება, ვინ არიან, საიდან არიან. ასე რომ ვერაფერს ვერ ვიზამთ. ხალბატონო გოგოლი, მე მაგალითად პირადად არ მეგულება ადამიანი, რომელიც მუშაობს სადმე და მას არ კონდეს ფინანსური ვალდებულებები იგივე ბანკებთან და სხვა ფინანსურ ორგანიზაციებთან. მე არ მაქვს არანაირი ფინანსური ვალდებულებები, არასდროს არ ამიღია ჩემს სიცოცხლეში სესხი, თუმცა მე მქონია პერიოდები ისეთი, რომ ძალიან, აი თქვათ, ძალიან ვითვლიდი რამდენი დამეხარჯა და თქვით რომ ის